მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ მანქანას, რომელიც წესით არ უნდა განვიხილოთ. Toyota Prius განვიხილოთ. მოგესალმებით. დღეს განსხვავებული დღე გვაქვს. სხვათა შორის საკოლექციო მოდელებში Toyota Prius-ი საკმაოდ იშვიათი მოდელია. კი ბატონო. იმედია ჩვენი ქვეყნის ტაქსისტები ხარს აგვიბავენ. სავარაუდოდ კი. და პრიუსის მოყვარულები. პრიუს ბევრი მოყვარული ყავს, მაგრამ მე მგონია რომ უფრო იზვლებით თემა, იმიტომ ხო, მოდი შენ ახლა ბრენდზე ილაპარაკე, მე მანამდე გავხსნი. ბრენდი არის გერმანული, Mini Champs-ია. საკმაოდ ხარისხიანი მოდელია. დაჟე ნამდვილ პრიუსზე ხარისხიანი მოდელია. ნამდვილ პრიუს ჯობია. ხო, არა მართლა, იმიტომ რომ ვისაც ყავთ და გინახიათ ახლოდან პრიუსი აი პლასმას გავს. სოწოვი. ისაკეთ შევაცვლე. რა. აი ეს. კი, ანუ უხარისხო რკინისგან არის გაკეთებული რა. უხარისხო ჟესტია ისა. ნამდვილ მანქანას. და ეს უფრო ხელი ჟესტით არის. ხო, ეს უფრო ხარისხიანი რკინაა. არ ვიცი კამერაში როგორ გამოჩნდება. ხო, 1.43 მასშტაბი არის და ყველაზე მთავარი. ამას არ უნდა ვამბობდი. იმიტომ რომ BMW-ს მერე ლიმიტირებული მოდელია ეს. ხო, ცოტა გულდაწყვეტილები ვართ ისევ და ისევ ვიმეორებ. იმ BMW ნახვები რო არა აქვს. ეს მეორე მოდელია ჩემ კოლექციაში ლიმიტირებული და 750 ძალიან სულ და პირველი ნომერი. ხო, უფრო რატო ჩავებღაუჭეთ მანქანას კონკრეტულად ამ მოდელს. იცი რატო? აი ამის გამო აი. მარტო მაგის გამო არა. რო ერთიანი აწერია. მარტო მაგის გამო არა. ხო, ეგ ბევრს ნიშნავს კოლექციონერებისთვის. კოლექციონერები გამიგებენ მაგას. ეგ ხო. და კიდევ იმის გამო რომ პრიუს ტესტ ნახვები ეგ. ხო. წესით. კი ბატონო. ანუ რა გამოდის ახლა რომ ჩვენ მარკეტინგს ვაკეთებთ? ხო, დაახლოებით ეგეთი. ხო, და მაგიტომაც ვიყიდეთ პრიუსი. ეხლა რაც შეეხება ხარისხს ვიტყვი ჯერ. თქვი, მე აი, რო უყურებ მანქანას, ეხლა კამერაში იმდენად კარგად არ ამგონია გამოჩნდა. კადრებში განახეთ. ნუ მე მაქსიმალურად ვეცდები რომ კადრებში კარგად გამოვიყვანო ეს ავტომობილი. ესე იგი, აი ძალიან მაგარი დეტალიზაცია აქვს. ვისაც გინდათ? ხო, არ მიგვირს რა ეხლა Mini Champs-ია ბოლომდე. ხო, Mini Champs მაგარი მანქანები ყავს. ვისაც გინდათ პრიუსის საკოლექციო მოდელი გქონდეთ კოლექციაში? კი. იდეალური გადაწყვეტილება. კი. და ხო, საკოლექციო მოდელზე ვიტყვი კიდე ერთ რაღაცას. იმდენად იშვიათია ზოგადად პრიუსის საკოლექციო მოდელები. ბევრი ბრენდი არ აწარმოებს. Mini Champs-ისგანაც გამიკვირდა სხვათა შორის. არ ველოდებოდი, იმიტომ რომ ძალიან იშვიათია ერთი ბრენდი ვნახე მე, დილერი ესე ეწერა, სადილერო მოდელი იყო სხვა სავარაუდოდ და საკმაოდ იაფი ღირდა თავის დროზე, მაგრამ მერე გაქრა და ფასი გაიზარდა. და Mini Champs-ის მოდელი ხო, სადღაც $200-მდე ღირს ეს. მე რა თქმა უნდა იაფად ვიყიდე. ხო, შემთხვევით. როგორც ყოველთვის შემთხვევით თან უკანაც ნომერი აქვს ნახე. ხო, პრიუსი აწერია წინაც და უკანაც. ხო, თან მაგარი რაღაცა ავტომობილზე ვიტყვი რა, თვითონ ამ მოდელზე. მანქანა არის სრული კომპლექტაციით. ხო, საკოლექციო მოდელი. პანორამული ჭერით. პანორამა და რა. ხო. ელემენტები. მზის ელემენტებით, აგერ აი არ ვიცი, გამოჩნდება თუ არა კადრში. ეს უნდა ჩანდეს. ხო, რომ მზის ელემენტები აქვს. ხო, ისა ხუფები რო არ უყენდება დისკებს, ჩამოსხმული ალუმინის დისკები უყენია. ვა. ხო, ეგეთი. მაგდენავის კერდავებული. დაჟე ფარებში ლურჯი ფონი აქვს. კი, მე თავიდანვე შევამჩნიე სერჩევის. ხო, აი ეგეც იმედია გამოჩნდება რა წინა. ხო, და სხვათა შორის ვისაც გონიათ რომ ეს მოდელი გამოვიწერე, არ გამომიწერია საქართველოში ვიყიდე. კი, აგერ შევიძინეთ საქართველოში.
დეტალიზაცია აქვს რაღაცა სასწაული. ნუ მინი ჩემსისგან გასაკვირი არ არის კიდე ერთხელ მინი ჩემსის მოდელები იქნება. ხო, პლუს აი ესეთი სერტიფიკატი მოყვა. სერტიფიკატი არ არის, ეგ არის license plate, არის ნომერი რა. ხო, ნუ შეიძლება იქ გადააკრა. სოდრა დავაკრავეთ. თუ არა. არა. ხო, არა. ეს პლუს და ის არის, რა ქვია. თავის კოდირებით. Cancellation license plate. ლიცენზია არის, გეუბნები სერტიფიკატია ვա. ხო, სერტიფიკატი. მე მოპატიეთ. და კოდი აწერია ზედა. ისე ეს ერთი რაღაც კითხვა მაქვს რა. აბა. აი ეს რაც გაწვია. ხო. პლუსთან ერთად რატო გაწვია? სპეციალურად ჩავიც. მაგაზე გინდა მარტივი პასუხი. აბა. შენ და მაყურებლებსაც. BMW-ს იმდენად მაგარი მოდელები განვიხილეთ. ეს მაიკა ქონდა და ჩაცმა ვერ გაბედა და პრიუსის ვიდეოში ჩაიწვა. არა და W140-ის დავიწლა თორე. ვიდეოში უნდა ჩამეცვა ეს მაიკა. ეხა ამ 840-ზე მეტი ნაკვადად. ვაი, გავბრალდები ნამდვილად. მოკლე ისტორიასაც მოვყვები ხო, ბარემ. პრიუსი როგორ შეიქმნა და მე ვიწყდი მაგარ რაღაცას მერე კიდე. პრიუსთან დაკავშირებით სიტყვა პრიუსი რატომღაც ლათინური სიტყვიდან თურმე ნიშნავს პირველს. პრიუსი. პირველ. ჩვენთან საქართველოს პირველი მანქანაა. ხო. და ნუ ეხლა როგორც რო სერიულად პირველი ჰიბრიდული ავტომობილი მართლა რო პრიუსი ითვლება, სერიულად გამოჩნდა. სერიულად, თორე მანამდე Mercedes ქონდა. არა. მცდელობა ეგ უკვე ხო, Mercedes 90-იანების 80-იან წლებში 84 წელს A-კლასის პროტოტიპი გააკეთა. კი ბატონო, A-კლასის პროტოტიპი გააკეთა ჰიბრიდი. და არ თან გამოვიდა. ორი ვარიანტი, ჰიბრიდი და ელექტრო. და არ გამოვიდა. არა, გამოსვლით კი გამოუვიდათ უბრალოდ აი ეს ეკონომიის თვალსაზრისით. ხო, ის არ გამოვიდა, რაც უნდა ყოფილიყო. ხო, ელემენტებიც და ძრავიც არ იყო ისეთი დახვეწილი იმ დროისთვის, როგორც ეხლა არის რა და რაც შეეხება პირველ ჰიბრიდულ ავტომობილს, ნუ ყველა ხო ვთვლით, რომ პრიუსი, არ არის პრიუსი, პირველი მსოფლიოში პირველი ჰიბრიდული ავტომობილი. სულ სხვა არის რაღაც ქვია. ხო, რომელიც რომ დაჟე ინფორმაციას რომ ვიძიებდი, რატომღაც მეგონა რომ Porsche-ს მოგონილი 1901 წელს. მეც ეგრე ფერდინანდ მეგონა. Porsche-ს. მაგრამ უფრო ადრინდელი აღმოვაჩინე 1800 ამერიკული ბრენდი რაღაცა ფაეტონი ერქვა. ზუსტად გაცრუებად მაგას დავწერთ. სახელი ნამდვილად აღარ ხო, მახსოვს. თუ ვერ დავწერე. ნო. მაშინ კომენტარებში დაწერეთ ვინც იცით. რომელიც რო 1896 წელს ააწყეს. ხო. თან მართლა რო სრული ჰიბრიდი იყო. დაჟე მხოლოდ ელემენტი და პლაგინი იყო წარმოიდგინე. მხოლოდ ელემენტებზე შეეძლო რამოდენიმე კილომეტრის გავლა. მაშინ მაგარი ისე იყო დახვეწილი. წარმოიდგინე 1896 ჯერ მანქანები არ იყო ნორმალურად გამოსული. და მაგათმა უკვე ჰიბრიდი არის. ხო, ჩვეულებრივი აი ცხენის რო აბავენ ის ეტლი იყო ძრავით და ეყენა შიდაწვის ძრავა და ეს ელექტროძრავა. რომელიც რო შიდაწვის ძრავა ამ ელექტროძრავს ეხმარებოდა, აკუმულატორს ტენიდა და კიდე იქ რამოდენიმე ფუნქციას ასრულებდა, რომელიც რო დღესდღეობით აი ესეთ ავტომობილებში არის გამოყენებული. თანამედროვე ტექნოლოგია. ხო. მე ეგ მოდელი ხო რო ააწყეს თან მთელის ოფიციალური საბუთებით და ყველა. ხო, გასაგები. პროტოტიპი დარჩა მე მგონი. რო მე მიავიწყდა თუ რაღაცა მე 60-იან წლებში აღმოაჩინეს ეგ მანქანა და ვინც აღმოაჩინა ხო? ხო. აი წარმოიდგინე ქარხნის სადღაც გარაჟში ეგდო რა. დრო დავით. პოსტა ხო, აი მიტოვებული იყო რა. ეხლა წარმოიდგინე რამე 70 წლის მერე იპოვეს ეგ მანქანა რა. აი ძველი. ხო და იმ მადლიერმა ადამიანმა ეგრეთ წოდებულმა გამოისყიდა ის მანქანა ხო. და მერე უკვე ინფორმაცია მოდის, რომ 2000-იან წლებში, 2016 წელს
საბოლოოდ აღადგინეს და სავარაუდოდ და გაიყიდა აუქციონზე და ციფრი ნახე ახლა $486,000. საკოლექციოა. ხო, ნუ ერთადერთი ეგზემპლარი არის რა. ნამდვილია. ხო, თავისი საბუთებით და ყველაფერი რომელიც რომ საბუთებიც კი შენარჩუნებული იყო. მაგარია. ხო. მაგიტომაც გაიყიდა ეგრეთ ზვირად. ხო, ეხლა მასე გვილაპარაკეთ. ხო, ისე რომ არც პრიუსი არ არის პირველი, ხო, ჰიბრიდი, არც მერცედესი და არც პორშე. არის აი ეს მანქანა რა, რაღაცა პაეტონი ქვია რა. ხო. მოკლედ, ამას რაც შეეხება, პრიუსის ჰიბრიდული სისტემის პრიუსთან ერთად, ანუ წარმოება დაიწყო, ანუ სერიულად გამოშვება დაიწყო 97 წლიდან. 28 წელი. ხო, ბოლოს ვიტყვი ისტორიას რომ დავამთავრებთ, რატო არ მომწონს. ხო. მაგას ვიტყვი. რომელიც რო გამოდიოდა 2003 წლამდე, კი, ის პირველი თავი. ხო, თან ეს ჩვენ ვერ ვეძახით, რომ პრიუსი და ის პრიუს 4 და პრიუს 3 და ეგრე არ არის, თურმე პრიუს 10, პრიუს 20, პრიუს 30, პრიუს 40 და ბოლო არის პრიუს 50. და ეგრე ქვია. ის თემა უნდათ, აი სერიული ნომერი. სუპრაზე რო არის A80 და A90. დაახლოებით ეგრე. ხო, ეგრე ქვია რა, ათეულობით არის რა. ათეული ნომინალებით არის მინიჭებული. ხო, მე 2003 წლიდან 2009 წლამდე გამოდიოდა მეორე თაობა პრიუსი, აი ჩვენ ვეძახით თაობებს რა, პირველი თაობა უთო. კი ბატონო. უთოს რო გავს. ხო, კონკრეტულად ეს მოდელი გამოდიოდა 2009 წლიდან 2015 წლამდე. და სხვათა შორის ყველაზე ნორმალური შესახედაობა აქვს ჯერჯერობით. კი ბატონო, და ამას ქვია პრიუს 30. და არა მესამე თაობა პრიუსი. ანუ მესამე თაობა რა. ხო, ანუ მესამე თაობა, კი ბატონო. და მე უკვე ის მახინჯი რო გამოვიდა მეოთხე თაობა, მაგისი პრაიმი გამოვიდა კიდე და ხო, ბოლო პრიუსი კიდე რატომღაც შორიდან და სიგნალებში ლამბორჯინს ვამბობ. მაგას ვერ ეღირსები. ხო, არა ურუსს გავს რატომღაც. მაგას სხვათა შორის ის პრიუსი. არა მაგარია, მაი ლამაზი არის. არა, ამათთან შედარებით ხო. სხვანაირია რა, უფრო ფუტურისტული ფორმები. მოდი ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი რა. მე ხო სულ ვამბობ, რომ არა მევასება. ორი თქვი, სამი თქვი არა. ეხლა ავხსნი რატო არ მევასებ. აი, შეხედეთ მანქანას. და მე სულ ახალი პრიუსი რო იყიდოთ. ხო. სულ ახალი პრიუსი რო იყიდოთ. აი მაღაზი $30,000 ის. ეს ახალი უფრო ძვირი არის. ხო. და ნახე, რას გეუბნება, Toyota გეუბნება თვითონ რომ მანქანაში ფულს ცოტას რო იხდიო. ხო. უნდა გახსოვდესო რომ ის ცოტა გადაიხადეო და 30,000 რო იხდი. აი ეს advanced designs რატო გიკეთებენ? ხო შეიძლება რომ რაღაცა არა, ეხა მამის მინეშენა შენ კაკაც გინდა და ბაბაც ეგრე არ არის ძმო. ცოტას გახდევინებენ ეკონომიაში. გავიგე, მაგრამ რახან შენ ჯიბეში ზღარბი გიზის და ნუ ზღარბს თავი დავანებოთ. იმის საშუალება არა გაქვს სიტყვაზე. მერცედესი იყიდო. ხო, ეგ ბაზარი. BMW იყიდო. გასაგები. და ასე შემდეგ, უფრო ისეთი ცნობილი და მაღალი დონის მანქანა. ერთი რაღაცა იმის გამო რომ ჯერ ერთი ძვირიღის, მეორეც ერთი ბევრს აწვავს. ხო, ეგ კი. და რახან ეკონომიაზე ფიქრობ, ყიდულობ ეკონომიურ მანქანას, შესაბამისად Kia Passion მანქანას ყიდულობ. ხო, მაგრამ ნუ ცოტა ლოგიკაც ეგ არის, მაგიტომაც იაპონელებმა აქცენტი გააკეთეს ეკონომიაზე. ანუ ფინანსურადაც ეკონომიურია, რომ იაფად იყიდო. და პლუს წვის თვალსაზრისითაც ეკონომია. Ford Fusion-ი ნუ ახლა უკვე ამათმა რო დაიწყეს, უკვე სხვა ბრენდები, ეგრე Mercedes-იც აყვა, BMW-ც აყვა და არა, უყურე დაახლოებით იგივე ფასია. რაც ეს და ის ბევრად ლამაზია. მე ის მირჩევნია მაგალითად. არა, სხვათა შორის Fusion-ი ამერიკაში ბევრად იაფიღებს. სულ ახალი ვიდრე Prius. ხო და მაგას ვიძახი, მანდა ვარ. რომ კონკურენტმა თუ გააკეთა ლამაზი მანქანა იგივე წვით და უფრო დაბალი ფასით, რატო უნდა ღირდეს ეს ძვირი? აი შენ წარმოიდგინე აი ეს ბოლოთაობა პრიუსი ახლა რაც გამოვიდა რა. ყველაზე მინიმალური კომპლექტაციით ღირს იგივე ფასი რაც Ford Fusion-ი
მაგალითად ხმთლა ტიტანიუმი და პლატინუმი არა, მაგრამ ნუ ცოტა ესეთი დონე ცოტა მაღალი კომპლექტი. ხო. ხო. ნუ ისინი ცოტა ძვირები ღირს რა. ეს გასაგებია კი, მაგრამ თუ მოახერხა ფორდმა რომ ამაზე იაფად. ხო. გაიკეთებინა უფრო ლამაზი მანქანა, იგივე წვით. იგივე რო არ ფუჭდება. ხო, ნუ რაღაც მინუსები აქვს, ახლა ფორდს გადაცემათა კოლოფში ყოველთვისაც პრობლემები ქონდა ერთ ამერიკულ მანქანას. ხო, მაგრამ ახლა ისეთი არ არის რომ ვაიმე. ხო, აი მაგიტომაც არის რომ უფრო იაპონურ გადაცემათა კოლოფებს იყენებენ, მაგალითად Grand Cherokee სიტყვაზე თუ უყენია ამერიკული გადაცემათა კოლოფი, ყველა ცდილობს რომ შეცვალოს ჩაანაცვლოს იაპონური გადაცემათა. ხო, იმიტომ რომ მათ მაგარი. რომელიც რომ არ ფუჭდება ფიზიკურად. ხო და რა მინდა რომ თქვა რა, Toyota-s მარკეტერები, მარკეტინგის მენეჯერები ძალიან მაგარი ყავს. კი. მაგრამ წარმოიდგინე სოფლიოში დომინანტი 40 წლის განმავლობაში იყო Volkswagen-ი. ხო და ეხლა ისე გადაასწრო Toyota-მ. რო აი არ ამგონია რომ კიდევ ვინმე ოდესმე აი ნახე, ყველაზე ერთი მოდელით შენ წარმოიდგინე Corolla-ი. სოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მანქანა არის Toyota Corolla. მაგრამ მარც ეს არ არის ნაკლები. ესეც ბევრი იყიდება. ხო, მაგრამ ნუ Corolla მაინც პირველად. და გაინტერესებს რომელ ვარსკვლავს ხავს? ჰოლივუდის ვარსკვლავს. როგორ არ მაინც? თან რამდენი ყავს? რამდენი 6 თუ 7 წალიო? 5 წალი ყავს ლეონარდო დიკაპრიო. აჰა. რა ჯანდაბა თუ და 5 წალი ვერ გავიგე. ცოტას რა. 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი და მე. ხუთნი არიან და ყველას ხო. ოჯახის წევრებისთვის სათითაოდ იყიდა. ხო. ანუ ამას ის პლუსი აქვს რომ არ ფუჭდება და ცოტას. მაგრამ უნამუსო რო არის ვიცი რა. მართლა ერთი და 8 ძრავი აქვს, ამას არ ვიცი, მაგრამ ეხლანდელ პლუს 1 და 8 ძრავი აქვს, ას რაღაცა ცხენით, ეს ახალი რო გამოვიდა 220 ცხენი აქვს 2-დან 9. მაგრამ დაჭი ჩუმად ვიტყვი ყავს. ხო, არა, ყავს კი. ბიჭო, ეხლა ნახე, ჩემთვის 26 წლის ისა ბიჭი ვარ. 27-ის. ხო, არა, 27-ის ვიტყვი. ნუი. ასაკს ნუ იკლებ. ხო, ვიტყვი. ჩემთვის რო უყიდულობდე. არ მომწონს. Fusion-ი უფრო მომწონს. ახალგაზრდული მანქანა არ არის. ეს არის საქმის მანქანა. ხო, და მანქანა. ერთი ოჯახისთვის ძალიან მაგარია. კი. არაფერი არ მომწონს. შვენივრად გვადგება ოჯახში. ხო, არა, მე მაგას ვამბობ, მაგრამ მე აი მაგიტო არ მომწონს ჩემი. ახალგაზრდისთვის საგულაო მანქანა მანდილოსანს შეხვდე გინდათ შეყვარებულს არ აქვს მნიშვნელობა. ხო? პარიუსით მისვლა მომენტ მაგრად ეხავს. ხო, აი მანდა. არა, რატო? ასაკიანი ვარ, ცოლიც მყავს და აგერ ამხელაშვილი წავ, მაგრამ ეგ მეც ვიცი რომ არა, ნახე. არ არის ეს. Fusion-ით რომ მიხვიდეთ ეხავს. უკვე ხო. უკვე კაი ლინკოლნით. არა, რა არის იცი ახლა უკვე იმდენად მაგარი მანქანები შემოვიდა ჩვენ ქვეყანაში რომ რთული არის რა. ხო. და ნახე ახლა ამას მირჩევნია რომ ცოტა ძმირი გადავიხადო და სრული ელექტრო ვიყიდო. მანქანა. ვაიმე, ელექტრო ნუ გამაგონებ რა. ტელეფონის დატენვა მეზარება ხოლმე ხა მანქანა მატენინე კიდე რა. აუ, კაი რა. მომკალი და ვერ ჩინელებმა რომ ამას თან ის აქვს რობოტიკა რობგა. ხო, გადაცემათა კოლოფი რობოტი არა ვიტო. თუ ის არის რა ქვია მაგას? ტროლეიბუსი ვითროს. ნუ რაც ქვია რა. კაი მოვჩეთ. მოვჩეთ ხო, ესეც ისე რომ დღემდე გამოდის. არა, ხო დავასაბუთე, რატო არ მომწონს. ხო, არა მესმის. რამეს გეუბნები? თორე სახლისთვის იდეალური მანქანა. ხო, ოჯახის მანქანა. დაჟე გაზებსაც აყენებენ. ნუ ეგ ტაქსისტებო არ გეწყინოთ რა, კარგით რა, ისედაც ცოტასაც გაზი რაღაც უნდა მანქანას. ხო. ჰაერზე უნდა იმუშაოს მაინც და მაინც. ჰაერზე არა, მაგრამ წყალბადი გამოუშვა Toyota.
კი, გამოუშვა. ოღონდ ჯერ იაპონური ბაზრისთვის არის გამოუშვა. იტესტება და მაგიტა. არა, სერიულად ჩაუშვა. ჩაუშვეს? ხო. უბრალოდ მარტო იაპონური ბაზრისთვის არის. და კოლექციონერებისთვის კიდე აი ეს მოდელი ძალიან მაგარი რაღაცა. კი. კი ბატონო. ესეც პრიუსის ვიდეო და ნახოთ აბა არის ხო არხი გამოიწერეთ. ეგ სუდა გავერთეთ. ხო 10000-ზე დაალაიქეთ. ხო 10000-ზე ამაზე მაგარ მანქანას ყველა ვარიანტი გაჩვენ. კომენტარები არ დაგავიწყდეთ. ხო არა ის მანქანა ძალიან მაგარია ეს ვერც მივა იმასთან. ახლოსაც ვერ მივა. ის ვაფშე სხვა დონე არის, ეს სხვა დონე. ის თან ერთი რვა მასშტაბის არის და თან მარტო მემაკ. ეხლა წავიდეთ. ეგ როგორი შედარება გააკეთე, იცი, ეხლა ძველი რაღაცა გაცვეთილი ფანქარი რო აიღო და სტილუსი. ხო დაახლოებით, არა. ხო რა. კარგით. კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. Ha 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 ha!